თქვენ უსმენთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმს. თვალი გვადარნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო ედუსტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე. რუბრიკაში განათლების გზამკვლევი გაგაცნობთ ფორმალური და არაფორმალური განათლების შესაძლებლობებს. მე გახლავართ ცირამესხიშვილი, ასოციაცია ტოლერანტის დამფუძნებელი დირექტორი და ძალიან სასიამოვნოა გაუწყოთ, რომ ერთი წელია თითქმის რაც ჩვენთან ამ ასოციაცია ტოლერანტის ბაზაზე ჩამოყალიბდა 60+ სოციალური ინტეგრაციის ცენტრი, სადაც არის 25 ბენეფიციარი, 60 წელს გადაცილებული, რომლებიც გადიან აი ესე იგი რეაბილიტაციო კურსებს ჩვენს ოფისში და ეს არის პირველი, როგორც ვთქვი, გორში არსებობს რამდენიმე ცენტრი და გორის აქეთ უკვე ხაშური ბორჯომი და ასე შემდეგ სამცხე ჯავხეთის ტერიტორიაზე არის პირველი, ჯანმრთელად ჩვენ ვართ პირველი მერცხლები და ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ მოგვბაძავენ სხვა ქალაქებიც და იქაც გაიხსნება მსგავსი ცენტრები. ჩვენმა გუნდმა გადაწყვიტა, რომ აი საიუბილეო 25 წლის თავი შეგვისრულდა წელს ჩამოგვეყალიბებინა, გაგვიძლებინა ეს ცენტრი და დიდი მადლობა ორგანიზაციას სენს, ევროკავშირს, რომ აი მათი დაფინანსებით მოხდა მცირედი თანხების გაღება და ნამდვილად საქმე არის, თქო უნდა, ბევრად მეტი გაკეთებული, მაგრამ ეს მცირედი დაფინანსება ძალიან შეგვეშველა, რომ საწყისი სტარტი დაგვეწყო. მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებებისათვის საჭირო არის ასეთი ღირსეული სიბერე ქვია უფრო მეტად აი ამ ასეთ წამოწყებას, იმიტომ რომ თითქოს ჩვენ ისეთ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, ბოდიში ესეც სლენგი არის უხეში, მაგრამ 60 გადაცილებული ადამიანები, ვინც გავიდნენ პენსიაზე, ჩამოვწერეთ. რო ეგენი აღარ არსებობენ. აქ არ არის საუბარი იმაზე, რომ სოციალურად დაუცველები არ ითვლებიან აქ. სოციალურ დაუცველებში ცალკე პროგრამა აქვს სახელმწიფოს, არ იგულისხმება დაუშვათ შეშმ ხანდაზმულები, მაგრამ აქ არიან ადამიანები, რომლებიც ჯანმრთელებიც არიან, საკუთარი თავის რჩენად შეუძლიათ, მაგრამ უფუნქციოდ არიან დარჩენილები და როდესაც ადამიანი არის უფუნქციოდ დარჩენილი, იმისი სიბერე ძალიან ადრე მოდის და ანუ ეს ღირსეული სიბერე ნიშნავს აქტიურ ჩართულობას ყველაფერში, იმიტომ რომ ეს ხალხი იმსახურებს, იმუშევია ამდენი წელია, ხომ? გახდა რაღაც გარკვეული ასაკი შეუსრულდა და შემდგომ თითქოს არავის არ ჭირდება. ხო, მე მესმის რომ ოჯახში არიან, ყავთ ოჯახის წევრი, ყველას თავის საქმე აქვს, მიდიან სამსახურში, მარტო რჩებიან, მთელ დღე სერიალებს უყურებენ და მეტი რა გააკეთონ არ იციან. აქ უკვე ხდება აბსოლუტურად ყველანაირი ხელშეწყობა მათ მიერ შერჩეული პრიორიტეტების მიხედვით. ჩვენ ჯერ ვაკეთებთ რეფერირებას, ოდესაც ჩვენთან მოდიან სპეციალური ანკეტა და ვეუბნებთ რა გინდათ. რაში გინდათ მონაწილეობა მიიღოთ. ზოგი ირჩევს უცხო ენას, ზოგი ირჩევს ციფრულ უნარებს, ჩვენ არაჩვეულებრივი სახელოსნო გვაქვს ასევე, სადაც ამზადებენ სამკაულებს და დეკორატიულ სანთლებს. და ყოველთვის არიან დაკავებულები. ამის გარდა გვაქვს ექსკურსიები, გვაქვს სპექტაკლებზე დასწრება, გერ ახლა ვემზადებით საპრემიერო დასწრებასაც და ყველაფერში ხელს უწყობთ, რომ ისინი იყვნენ აქტიურები და თუ თქვენ თვითონ გაესაუბრებით, იტყვია რომ აი ზოგადად მოგვიხარია ჩვენ, იმიტომ რომ ვიცით რომ ვიღაცას ვჭირდებით, იმიტომ რომ გარეთ გავალთ. ყველას ბეზრდება, ხო 24 საათი სახლში შტომა, მithumetes როცა შეგიძლია თავისუფლად გადაადგილება, როცა გაქვს ამისი უნარი. სამწუხაროდ საქართველოში ეს ტრადიცია, ეს ძალიან კარგი რამ, რაც ადამიანებს გაუხანგრძლივებს სიცოცხლეს, ძალიან დიდ ქალაქებშია მხოლოდ ჯერჯერობით დანერგილი და ყველგან არ არის, თორემ მოხუცი არ ამნიშნულობა აქვს ეს ქალაქში იქნება თუ სოფელში, ხო? თქვენ მოგეხსენებათ იგივე ამერიკაში, ევროპის ძალიან ბევრ ქვეყნებში ჩვენ მე თვითონ მაქვს ნანახი ეს არაჩვეულებრივი ცენტრები, სადაც რას არაკეთებენ ხანდაზმული ადამიანები და მე თავიანთ სოციალური ბიზნესიც კი აქვს, მე იმას ყიდიან თავიანთ პროდუქციას, რასაც ამზადებენ და ამავდროულად სახელმწიფო აფინანსებს. ნაწილობრივ აფინანსებს სახელმწიფო. ჩვენ ამ случае არავინ არ გვაფინანსებს. ჩვენ თვითონ ვაფინანსებთ, ეხლა ვართ ყველა მოხალისეები. რა თქმა უნდა, ახლა ჩაივლისა თვითმმართველობის არჩევნები რაღაცნაირად მივალთ კიდევ შევახსენებთ
მაინდამაინც დიდი იმედი არ მაქვს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში არც ჩემი ბაბუები და ბებიები არიან აქ და ჩემი ბიძაშვილები, ხო? ესენი არიან ჩვენ ქალაქში მაცხოვრებელი ადამიანები, რომელიც ყველასია და არ არის მარტო დაუშვათ ტოლერანტის და ცირა მესხიშვილის. და ესეთი ძალიან ბედნიერები არიან, როდესაც ახლა მართლა ინგლისურად თქვა დაიწყებენ ახლა საუბარს და მართლა ის სერტიფიკატს ხო არ მივცემ დენის, მაგრამ როდესაც ადამიანის გონება არის მუდმივად ჩართული და რაღაც ახალს ითვისებს, თქვენ წარმოიდგინეთ ჩვენ სამედიცინო დარგის მუშაკებსაც გავისაუბრებთ, რამდენი უჯრედი თურმე ინარჩუნებს თავის არსებობას. twins-ი და ეს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომელიც მისი პრევენცია არის, დემენციის პრევენცია, რომელიც დაახლოებით 45%-ს აქვს ასაკოვანი ხალხის და ალცჰეიმერის ასევე პრევენციასაც. ანუ ადამიანის twin-ი მუდმივად უნდა იყოს ჩართული, მუშაობდეს, ახალს ითვისებდეს და ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამას, რომ ჩვენ ადამიანებს სიცოცხლეს უხანგრძლივებთ. ეს არის ყველაზე მთავარი და მათ თავიანთი ნამუშევრებით, თავიანთი მიღწევებით მე თვითონვე არიან გაყოფილები. ჩვენ ბუკლეტებიც დავბეჭდეთ, გავავრცელეთ ქალაქში, რომ დაინახონ რა პროგრამები არის ჩვენთან და ეხლა ვფიქრობთ დღეს ზუსტად შევიმუშავეთ კიდევ ახალი პროგრამა, გვინდა რომ ვასწავლოთ ჯანსაღი კვება მაგალითად, როგორი არის ხანდაზმულება, როგორ უნდა იკვებონ, ან დიაბეტის მქონე ადამიანებისთვის როგორ შეიძლება რომ ეს კვების რაღაც ნორმები ვასწავლოთ, უნდა მოვიწვიოთ ექიმები. იმედია მოხალისე ექიმები აღმოჩნდებიან და მართლაც ძალიან ვეძებთ რომ ამ ადამიანებს აი ესეთი საინტერესო საქმიანობებში კიდევ ჩავაბათ. ეხლა როგორც გითხარით, ჩვენ როდესაც ვაკეთებთ რეფერირებას, თვითონ ირჩევენ კვირაში რამდენი საათი უნდა მოვიდნენ, ხო მთელი დღე არ არიან ისინი და არც არის რეკომენდირებული ადამიანი იღლება. ხო 2 საათით მოდიან, თვითონ თავის დღეები აქვს დარჩეული. ზოგს უნდა შაბათი, ზოგს ხუთშაბათი, ზოგს პარასკევი და ასე შემდეგ. კვირაში 2 დღე გვაქვს ჩვენ ინგლისური საათები, ოღონდ რადგანაც 2 ჯგუფია, გამოდის რომ მთელ კვირას ავსებენ. ასევე გვაქვს ძალიან საინტერესო პარასკევობებს ვეძახით. მე ხშირად მათ ვესაუბრებ პატარა სემინარებს ვუტარებ სამცხე-ჯავახეთის ისტორიის, ტრადიციების შესახებ და ახლახანს შემომესველა ჩვენი იაპონელი მოხალისე ბატონი იუკი, რომელიც ასევე ესაუბრება იაპონურ ტრადიციებზე და ძალიან მოწონდა ეს ჩართვა ჩვენი მეგობრის იუკი 2 წელი მუშაობს ჩვენთან, ასე რომ სხვა პროგრამებში შემოგვეშვება. მე ვხედავ რომ ძალიან პოპულარული გახდა ცოტა მამაკაცების ნაკლებობა არის, ძირითადად ქალები არიან და ახლობთ 35 ბენეფიციარი გვყავს ამ ეტაპზე. მეტი არა, მაგრამ მე ვისურვებდი რომ ყოფილიყო 100-იც და 150, მაგრამ თქვენ მოგეხსენებათ ფართი არ არის ისეთი დიდი რომ ჩვენ ვეცდებით რომ ვინც მოვიდეს უარს, რა თქმა უნდა არავის არ ვეუბნებით, მაგალითად სხვა ქალაქებში და სხვა ქვეყნებში ფართსაც სახელმწიფო გამოყოფს ხოლმე. და აძლევს, მაგალითად თბილისში აბონემენტებს აძლევენ, რომ ცურვაზე იარო, იქ იოგას კურსები აქვთ, სპორტ დარბაზებში დადიან აბონემენტს ჩუქნეს მერია, ანუ ჩვენთან ახლა ამის შესაძლებლობა არ არის ახლა, მაგრამ ძალიან აქვთ თვითონაც სპორტულ საგანმანათლებლო, განმაჯანსაღებელი, ნახოთ რაღაცას მოვიფიქრებთ, კიდევ სამომავლო ძალიან ბევრი იდეები გვაქვს. რაც თავარია დავიწყეთ 1 წელია, პოპულარული გახდა, რაც თავარია და ძალიან ადამიანები ბედნიერები არიან თქვენ თვითონ გაესაუბრებით და მიხვდებით რომ მათ ძალიან აინტერესებთ აქ მოსვლა. აქ არ არის ლაპარაკი რამდენ სიტყვას ისწავლიან, რამდენ წიგნადადებას, მაგრამ სიამოვნებით გაუზიარეს მაგალითად რამდენიმე თვის წინ თავიანთი აზრები ინგლისურად, როდესაც გვესტუმრა ევროკავშირის ელჩი. თქვენ წარმოიდგენთ რა ბედნიერი დღე იყო ის, როდესაც ჩვენმა ბენეფიციარებმა თავისი თვალით ნახეს ელჩი, მე მგონი ასე ახლოს არასოდეს არ ენახათ და როგორ დამეგობრდნენ ძალიან რამდენიმე წუთში, როდესაც მათ მიმართეს ინგლისურად, თუმცა ელჩი მას ქართულად გაუბა საუბარი და ასე რომ ძალიან კარგი დღე იყო და ძალიან ბევრი სტუმარი სტუმრობს ჩვენთან. ესეც ძალიან კარგია. დონორები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლები იციან რომ ახალციხეში რომ ჩამოვლენ, ერთადერთი ცენტრი არის აქ ტოლერანტი. რომ არა ხო ევროკავშირის დაფინანსება, სხვა შორის ჩვენ დიდი ხანია ეს იდეა მქონდა, მაგრამ რა თქმა უნდა გაგვიჭირდებოდა, ანუ ამხელა როგორ თქვა რესურსი ვერ გვექნებოდა, იმიტომ რომ რა არის რესურსი, ხო? მაგალითად, როდესაც სახელოვნებო კურსებს ამზადებ, იქ უნდა გქონდეს შენ მასალა, ძივებია იქ, ხელსაწყოები არითიც ამზადებ, ამ დროს ჩვენ ვერ შევიძენდით. ასევე დაფინანსებადი
იყო იურისტის მომსახურება ქონდა, ჩვენ ფსიქოლოგის მომსახურება, სამწუხაროდ ეს ორი მომსახურება ვეღარ არის, იმიტომ რომ პროექტი დასრულდა და ვცდილობ რომ ვინმე მოხალისე მოვძებნოთ, ვინც ამ კუთხით ძალიან კარგად იმუშავეს მათ, თუმცა შეიძლება თქვას რომ არ არის მუდმივად საჭირო, მაგრამ იმ ეტაპზე ძალიან ჭირდებოდათ, ძალიან დიდი იმედებს ამყარებდნენ აი ფსიქოლოგიურ მომსახურებაზე და ძალიან ძნელი იქნებოდა დიდი მადლობა ევროკავშირს, იმიტომ რომ სხვა დონორებს მსგავსი ტიპის მიმართულება სამწუხაროდ სამწუხაროდ არ ქონიათ და ჩვენთან შემოვიდა თუ არა სენის ეს პროექტი, ყველა მთელი კოლექტივი აქტიურად ჩავერთეთ, რაღაც გარკვეული სწავლებები გავიარეთ და მე მივხვდით რომ შეგვეძლო უკვე ამ პროექტის მომზადება და არ ვიცი გაამართლა. ხშირად არის ხოლმე რომ პროექტები ერთჯერადია, არ გრძელდება თითქოს და უცბად ჩერდება და მე ვიცი რომ ამ პროექტს არ გაგრძელება და სერიოზული გაგრძელება ექნება. ცირასგან შევიტყვე მე ამ ჯგუფის არსებობის შესახებ, საერთოდ აქ რომ გაიხსნა ეს 60+, იმიტომ რომ ცირას მე დიდი ხანია ვიცნობ და უბრალოდ ქალაქში შევხვდით ერთმანეთს და შემომთავაზა, რადგან უკვე გასული ვიყავი მე პენსიაში და ისე ვიყავი, ასე ვთქვა, თავისუფალი მქონდა დრო და ეს დრო რომ შემევსო, ამიტომ დავიწყე აქ სიარულით და ყოველთვის მენდოდა ინგლისური არასოდეს არ მისწავლია, სკოლაშიც კი არ მისწავლია და არც ისევე ჩემი გერმანული ენა ნაბვანი ის ამაქვს დამთავრებული. ხო და გადავწყვიტე რომ რატომაც არა ამ ასაკში დავუფლებოდი ცოტა მაინც ინგლისურ ენას. მე ერთი წელია რაც დავდივარ, თითქმის ერთი წელია რაც დავდივარ აქ, აი მართლა ჩვენი პედაგოგი მარიამი, ნუ აი არის სულს გულს და ყველაფერს დებს რომ ჩვენ რაღაცა მაინც შეგვასწავლოს, ცოტა მაინც ხო დარჩება ჩვენ და შეიძლება ისი არ ვისწავლოთ როგორც ახლა პატარა ბავშვები, ბავშვებს ხო სხვანაირი გონება აქვს და ჩვენ უკვე ისე ვეღარ მივდეთ, მაგრამ ვცდილობთ რომ რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცა მაინც დაგვრჩება მეხსიერებაში. და ამიტომ ძალიან დიდი კმაყოფილები ვარ და ძალიან მადლიერები ვართ მარიამის, ცირასი და საერთოდ აი ამ ჯგუფის. მე გარდა იმისა რომ დავდივარ ინგლისურის წრეზე, დავდივარ ასე სამკაულების წრეზეც. მაქვს მე მაგისი დრო რომ აქ ვიარო, იმიტომ რომ მართლა გეუბნებით აღარა ვარ ისე დატვირთული, იმიტომ რომ მთელი ცხოვრება ვმუშაობდი და შაბათი კვირაც აღარ მქონდა, ისე ვიყავი და რადგან ის გამომითავისუფლდა ეს რომ თან ისეთი საინტერესოა აქ ჯერ ის რომ ერთი ასაკის ხალხი ვიყრით თითქმის თავს. ერთმანეთს უზიარებთ, თუ კი ვინმე რამე ვიცით, გარდა იმისა რომ აქ ვაკეთებთ რამეს, ისედაც ხო საყოფა ცხოვრებულ რაღაცებზეც ხო საუბრობთ ხოლმე. ძალიან საინტერესოა, მე ვაწყობთ ხოლმე გამოფენებს. ესე ძალიან საინტერესო არის და ამ ბოლო დროს ჩვენ გადავწყვიტეთ გამოფენა გაყიდვაც კი გქონდა და ჩვენი ნაკეთობები რო გაიყიდა, ნუ ეს კიდევ ცალკე სიხარულის მომტანი იყო ჩვენთვის. გადაცემა მომზადებულია ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის მიერ პროექტის რადიოს ძალის ფარგლებში. რადიო ფუნქციონირებს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და დილების საერთაშორისო მხარდაჭერით. თვალე გვადევნეთ ახალციხის დასრულთა განათლების ცენტრის რადიო დისტრიმის YouTube-ისა და Facebook-ის გვერდებზე.